მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ სიმადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქეთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეთქვამით, მე ვარ კატო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხატო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირადში მომწერა, რომ ამდენი ხანი რატო არ ვჩანდი YouTube არხზე. Აკაცენ დროთა გეტყვით, რომ მამა მეწვას ავადმყოფოში, ძალიან ისეთი მძიმე ავადმყოფობით. ხო და მოკლედ მამიკოსთან ვიყავი ძირითადად და შესაბამისად ვეღარ ვახერხებდი გამენაწილებინათ, რომ მამასთან პლუს მაგას წმენდები, პლუს გაშლები ვეღარ ვახერხებდი და აქედან გამომდინარე ვეღარ ვჩანდი ისეთი აქტიურობით. მოკლედ დავაბრუნეთ მამიკოს სახლში, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად არის ასე თუ ისე. და დაგიბრუნდით კიდევაც. მოკლედ ვაახლებ მუშაობასაც, ანუ გაშლების კუთხით. დიდი ხანია აღარ გამიკეთებია ეს გაშლებს, ვეღარ ვიღებდი უბრალოდ ფიზიკურად, ასე რომ დავიწყებ ისევ აქტიურად YouTube არხზე თქვენთვის გაშლების გაკეთებას, რა თქმა უნდა, და ასევე ვაგრძელებ ინდივიდუალურ გაშლებთან მიმართებაში მუშაობას აქტიური ფაზით, ასე რომ დაგიბრუნდით. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო პარტნიორულ ურთიერთობაზე, პარტნიორის ფიქრები, გეგმები, გრძნობები, ხო, ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება ყველაფერი. ნახოთ პირველ რიგში ვინ არის თქვენი პარტნიორი, გადმოხდა არკანი და ესეთი ვინ არის თქვა, მაგრამ უფრო სიტუაცია ამოვიდა და მოდით დავტოვებ ამ სიტუაციას, მაშინ მოდით დავიწყებ ესეთ მდგომარეობას, ადამიანი არის ეხლა ესე ვთქვათ გაურკვეველ სიტუაციაში რეალურად და გამოუვალი მდგომარეობები შეიძლება გქონდეს ადამიანს. ნახეთ, როდესაც ადამიანი არის ჩიხში მოქცეული, შეიძლება ვერ ხედავს გამოსავალს, ხო? აი ადამიანი ამ წუთას არის ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვერ ხედავს კონკრეტულ გამოსავალს და კონკრეტულ რაღაცა სიტუაციიდან თავის დაძვრენას, ხო? თითქოს აი ჩაიკეტა და ცდილობს რომ რაღაცა თავის სივრცეში იყოს, ხო, ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე რატომღაც არის თავის როგორ თქვა იცით, აი ნახეთ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს ცოტა ესეთი ჩაკეტილი მდგომარეობა, მე ესე ვიტყოდი, რომ მაინც აქვს საშუალება. თითქოს შეიძლება იცით რა მომენტი არის კიდე ამ ადამიანთან, რომ აი როდესაც ადამიანი არ ცდილობს დაინახოს რაღაცა სიტუაცია, ხო, არის მდგომარეობები, როდესაც უბრალოდ რაღაც შევდივართ ჩიხში, რაღაცა გაურკვევლობები გვაქვს, რაღაცა არასწორი, რაღაც ვერ ვხედავთ სიტუაციურ გამოსავალს, მაგრამ რეალურად გვაქვს ეს გამოსავალი, რეალურად გვაქვს იმისი შანსი, რომ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, წინ წავიდეთ, დავალაგოთ, ხო, ან თუნდაც ნახეთ შეგვიძლია უბრალოდ დავუჯდეთ პარტნიორს და ავუხსნათ ჩვენი მდგომარეობა, ხო, რა სიტუაციაში ვარ, რა მდგომარეობა მაქვს და ადამიანურად გამიგოს. აი, აქ არის რაღაც გამოსავალი, აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს შეუძლია სხვანაირად დაანახოს. აი, ხო, ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი აზრი, ხო, რაღაცა ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ სიტუაციასთან მიმართებაში, ხო. აქ არის ის მომენტი, როდესაც შეგვიძლია, რომ მე ჩემი აზრი გამოვხატო, სიტყვიერად დავჯდე, ავხსნათ, დავილაპარაკოთ და დაინახოს მეორე მხარემ. მაგრამ მაინც რატომღაც თვლის, რომ რაღაცა გამოსავალი არ არის ამ ყველაფერში. მოდით ნახოთ, რატო თვლის ეს ადამიანი ესე, რომ რაღაცა იმ სიტუაციებში, რომელშიც არის ეხლა გამოსავალი არ არის. რატო თვლის ესე? ხდება? ორიენტასები. რატო თვლის და გეტყვით, აქ როგორც ჩანს ორი ძალიან ისეთი პრინციპული ადამიანი შეიყარა და ნახეთ როგორი პრინციპული ადამიანი
როდესაც ორივეს გვაქვს სურვილი იმის, რომ ჩვენი გავიტანოთ, ხო? ვინ უფრო მეტად შევძლებთ რაღაცა ჩვენი პოზიციების დაცვას, რაღაცა ეს მომენტი არის. თუმცა ანუ ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს ძალიან ისეთი ემოციები ძალიან დიდი აქვს. მეორე მხრივ რატო ვერ ხედავს გამოსავალს? ნახეთ, კიდე რა მომენტი არის აქ. გარდა იმისა, რომ თქვენ ორივე ხართ ძალიან ისეთი ძლიერი ხასიათის ადამიანი და ცოტა ესე ვიტყოდი, რომ აი ერთმანეთს არ უთმობთ, აქ შეიძლება ითქვას, რომ არიან ადამიანებიც, მესამე პირებიც, რომლებიც ვთქვათ, ამ ადამიანთან ამბობენ რაღაც ისეთ სიტყვებს, ვთქვათ, ისეთ სიტუაციებს, რომელიც რეალურად უშლის თქვენს ურთიერთობას ხელს. ხო, ანუ ახლა მაინდა-მაინც მესამე პირები ყოველთვის იცით, რომ ამბობ ხომ, რომ მაინდა-მაინც არ არის ეს ცოლის მდგომარეობა, ქმრის მდგომარეობა, ხო? აქ შეიძლება მესამე პირი იყოს მეგობარიც კი, რომელიც უბრალოდ რომლის აზრსაც უბრალოდ შეიძლება ვითვალისწინებთ ძალიან ხშირად, ძალიან ისეთი ინტენსიური ხასიათით და უბრალოდ აი მისი დანახული მდგომარეობა ცოტა რაღაცა ისე გვეჩვენება და ნუ რაღაცა გადავდივართ მის აზრზე, ხო? არის ეს მომენტი. ეგ თითქოს ეს მომენტი არის. იმიტომ ვერ ხედავს და იმიტომ ვერ ახერხებს საუბარს, რომ შესაძლებელია აქ ერთის მხრივ რომ ძალიან ისეთი ხასიათებიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს ხშირად აგონებენ, რომ მან არ უნდა გადმოდგა თქვათ პირველი ნაბიჯი, ან მართალია ყველაფერში და რატო უნდა იაქტიუროს, ხო, რაღაცა ის მომენტები. აქ არის ესეთი მდგომარეობა. მე ესე ვიტყოდი, რომ ახლა თქვენი ურთიერთობა რატომღაც ცოტა ისეთ პაუზაზეც არის თქო გასული, თქო თქვათ ესე ვერ ვიტყვი. რომ რაღაცა პაუზაზეა ან რაღაცა დასრულებულია. მაგრამ ნახეთ, ერთმანეთში გაცვლა აღარ ხდება იმ რაოდენობის ემოციების, იმ რაოდენობის ურთიერთობის, რომელიც რეალურად უნდა იყოს. აი ეს მომენტი არის აქ ყველანაირად მკაფიოდ გამოსახული. აი ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში. რატომღაც ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ისეთი აღარ ხართ, როგორც იყავით წარსულში. ისეთი ემოციებით აღარ უყურებთ, როგორც უყურებდით წარსულში ამ ადამიანს. ისეთი ენერგიები, ისეთი სიყვარული, ისეთი განცდები თითქოს აღარ გაქვთ, ხო? აი რაღაცა მომენტში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მოიტოვეთ უკან მასთან ისე ბედნიერი წუთები და ეხლა აღარ გაქვთ ეხლა გაკლიათ, აი ნახეთ, ყურშება ესე ვთქვათ, ყურადღება აკლიათ, ხო, რაღაც ესეთი მომენტი თქვენგან, ან რაღაცნაირად ემოციები აკლია ადამიანს, ხო? რას ფიქრობს კიდე ეს ადამიანი? ხო, ნუ აშკარად აქ ადამიანებს აქვთ ის მომენტი, როდესაც ფაქტიურად ესე ვიტყოდი, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იყოთ დაშორებული, ნუ ვიღაცებთან შესაძლებელი არ იყოს ეს მომენტი, რომ პაუზაზე იყოს, მაგრამ მე რატომღაც ესეთი მომენტი მრჩება, რომ არ არის ეს არ ხართ დაშორებულები, მაგრამ აი ნახეთ, სულ მეუღლეები იყოთ, ვიტყოდი, რომ თქვენი სივრცე გაქვთ. თქვენთვის ხართ, ის თავისთვის არის, ანუ იმ ემოციას აღარ ვაძლევთ, რაღაცა სულ ვტკივა ერთმანეთთან საუბრის დროს, სულ ვტკივა რაღაცა მკამათობთ, ხო, რაღაც ეს მომენტი არის. აი თითქოს ადამიანი რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, იმას, რომ თქვენ აღარ აგაქვთ ინტერესი და თქვენ ჩაიკეტეთ საკუთარ თავში, თქვენ ჩაიკეტეთ რაღაცა თქვენს სივრცეში, სადაც
შეიძლება თქვენი პასუხები არის კი არა. აი, ხო არის რაღაცა კითხვას, რომ დასვას ადამიანი, შეგიძლიათ რომ ცოტა ვრცლად ესაუბროთ, მაგრამ მოკლე პასუხებია. კი ან არა. ხო, რაღაც ეს მომენტი არის. რატო ხდება? გაშკარად რაღაცნაირად გადმომიხდა თუ მე უკვე დიდი ხანია აღამჭერია დასტახელში ეს ძალიან. რატო ხდება, მოდით ესე ვიკითხოთ, რატო ხდება ესე? რატო ხდება? გასვლა გინდათ, როგორც ჩანს. რაღაც, ანუ ვიცით რა, გასვლა გინდათ ერთია. შესაძლებელი აქ იყოს ის მომენტი, რომ გასვლა გინდათ ურთიერთობიდან, ნუ ყველასთან არა, მაგრამ ნუ ვიღაცას შეიძლება უნდოდეს საერთოდ გასვლაც კი ურთიერთობიდან, მაგრამ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს უნდა რომ გავიდეს იმ მდგომარეობაში, სადაც განახლება მოხდება, ხო? სადაც რაღაცნაირად სიახლე შემოიტანს მის ცხოვრებაში ის ახალი ეტაპი, ის ახალი გზა, ხო? ადამიანი აშკარად თვლის, რომ სჭირდება ემოციები თქვენგან. ადამიანს სჭირდება თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ იყოს დარწმუნებული, რომ ჯერ კიდევ გაინტერესებთ, ხო? რომ რაღაცა ნაბიჯი გააკეთოს. თქვენგან ამ ადამიანს უნდა რომ რაღაცნაირად მისცეთ, მაგრამ ისეთ რა არის, ნახეთ, აქ თქვენც გინდათ და მასაც უნდა. როგორც ჩანს, ესე ვიტყვი, რომ ურთიერთობა იმდენად გაუცხოვდა თქვენ შორის და იმდენად გაუცხოვეთ, რომ თქვენც შეკეტილი ხართ და იცით, რომ აქ ორივეს მხრიდან შეიძლება ითქვას, რომ ორივეს მხრიდან არის იმის სურვილი, რომ გახვიდეთ სხვა ეტაპზე. ნახეთ, ეს სხვა ეტაპი რა მომენტი არის. როდესაც ადამიანებს, ნუ ახლა ვისთვის როგორ ხო ვიღაცას უნდა რომ ოჯახი შექმნას, გადადგას ნაბიჯი, რაღაცა სიტუაცია ისე დაალაგოს, არის მეორეს მხრივ ისეთი მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა რომ დახუროს რაღაცა თუ რამე ისეთი მომენტებია, დახუროს და ანუ ახლებურად დაიწყოს, ახალი ურთიერთობის მომენტი დაიწყოს, ხო? თუ ანუ თქვენთან მე არ ვიცი რომ ვიღაცა სხვასთან, ხო? ანუ თქვენთან განახლებული კი არა, აი გავიცანით ერთმანეთი რაღაცა სხვა კუთხით, ეხლა მოდი გავიცანოთ სხვა კუთხით, ხო? რაღაცა ის განახლების მომენტები უნდა ამ ადამიანს. კარგით? ნახოთ, მისი გრძნობები თქვენს მიმართ, რა გრძნობები აქვს ადამიანს თქვენს მიმართ? გრძნობები. ნუ ესე ვიტყოდი, რომ გრძნობებში ხა აშკარად ეს ადამიანი არის ძალიან დაკეტილი, ძალიან დაბლოკილი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ცოტა არ იყოს და გრძნობებთან მიმართებაში დაბნეულიც არის იმ მხრივ, რომ ნახეთ, იმდენად ცდილობს ეს ადამიანი, რომ გამოერკვას ამ სიტუაციაში, რომ შეიძლება ნახეთ როგორი მომენტი არის ჩაკეტილი სივრციდან, როდესაც ადამიანს უნდა გამოსვლა, ხო ბევრ რაღაცას განიხილავს. შესაბამისად, იმ მომენტსაც, როცა განიხილავს, რომ თქვენ ფიქრებს, რომ თქვენ აღარ გინდათ ეს ადამიანი და ჩაიკეტეთ თქვენ სივრცეში და შეიძლება გასვლა გინდათ, ხო, სადღაც სხვა ურთიერთობაში ან რაღაცა წასვლა გინდათ ამ ადამიანისგან, ან რაღაცა ისეთი გინდათ, რომელიც თქვათ ამ ადამიანს არ შეუძლია მოგცეთ ამ წუთას, ხო, ამ ეტაპზე. თვლის, რომ ეს რაღაცა გრძნობებზე ძალიან მოქმედებს. თუმცა მე ვიტყვი, რომ ამ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ საკმაოდ დიდი მიჯაჭვულობის მომენტი და საკმაოდ ცეთი სურვილი იმის, რომ რაღაცნაირად ნახოს რაღაცა სიტუაცია, რომელიც მისცემს საშუალებას თუნდაც კიდევ ერთხელ სცადოს ურთიერთობის დალაგება. კარგით, ნახოთ. მისი გეგმები რა არის თქვენს მიმართ, ანუ ფიქრებში, რას ფიქრობს, გეგმები რა აქვს. სხვათა შორის ესეთი მომენტი აქვს, რომ იმუშაოს ურთიერთობაზე და დაელოდოს,
თქვენს გადაწყვეტილებას როგორ მოატრიალებთ ამ ყველაფერს. ხო, რაღაც მომენტში თავიც დაიცვას, თავისი ენერგიებით დაიცვას, ესე ვიტყოდი. და ნახეთ როგორი მომენტი არის განა, აი როგორი ეს არის, ვიმუშავებ რაღაცა დოზით, ოღონდ ნახეთ, ისე კი არა რომ აი მე ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ ახლა და ჩავდებ მთელ ჩემს არსებას, არა. აი რაღაც უფრო ესეთი მომენტია, შენ თუ გააკეთებ რაღაცა პატარა ნაბიჯს, მეც გავაკეთებ. ანუ თითქოს ადამიანი ელოდება რომ ნაბიჯი იყოს, რომ მე ნაბიჯი გააკეთოს. აქ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ ხე ორი ერთნაირი ადამიანი ხართ, რომელიც აბა შერას იზავ, მე რას ვიზავ, აი ეს მომენტი რო გიგად. ხვდებით? ასე რომ ქმედებაში ამ ადამიანს აქვს ფიქრი იმის, რომ კი იმუშავებს ურთიერთობაზე, ეცდება რომ რაღაცნაირად მონახოს შეიძლება გამოსავალიც, მონახოს რაღაცა სიტუაციაც, მაგრამ დაელოდება თქვენს რაღაცნაირ პატარა მინიშნება შეიძლება ითქვას, ხო? თქვენს რაღაცა პატარა ნაბიჯს, თქვენს რაღაცა პატარა თუნდაც დალაიქებას ფოტოს, ხო, რაღაც ეს მომენტი აქვს. აი სიტყვიერ თუნდაც უბრალოდ დაჯდომას და საუბარს, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის. მოდით როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას? ნუ ორი ეგოისტი. ეს ვიტყოდი, ორი ეგოისტი. სამყარო როგორ ხედავს ურთიერთობას და გეტყვით. ნახეთ, აქ არის ის მომენტი, როდესაც ნამდვილად აი ძალიან რთულია ესეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანები ორივე ჯიუტია და ორივე რაღაცა ანუ არ თმობს, ხო არ არის დამთმობი და არ აძლევს საშუალებას ურთიერთობის დალაგების ხრი, ხო, ესე ვიტყოდი. როგორ ხედავს თქვენ აქ უფრო ვიტყოდი, რომ ქალბატონებზე არის დამოკიდებული, როგორ იქნება ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, აქ ნახეთ, ადამიანს აქვს ესეთი მომენტი, როდესაც მე არ ვიცი ხა ამ ადამიანს რომ ამ პარტნიორს თქვენ ვინც გამოიცანით თქვენი პარტნიორი, ესე გეტყვით რომ სჭირდება აი როგორ თქვა დაღეჭილი ინფორმაცია ასეთი იმისთვის რომ გაანალიზოს და გაიაზროს. ხვდებით? ნახეთ, რატო ვიძახ რომ ქალბატონებზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული თქო. იმიტომ რომ ამ ადამიანს თქვენ ნახეთ ელოდებით, მოლოდინი გააქვთ. ამირან გულში მღეროდას მომენტია, ხვდებით? აი პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ მე მოლოდინი მაქვს რაღაცას ველოდები, რაღაცას ვფიქრობ, რაღაცას ვგეგმავ, რაღაცა ადამიანი წარმოვაჩინე ჩემთვის როგორ მომენტად იცი რომ აი ეს არის იდეალი ადამიანი, ამ დროს აბსოლუტურად აი რაღაც თქვენ შექმენით თქვენს თავში, თქვენს გონებაში ეს ადამიანი რაღაც რო არის ესეთი. და ნახეთ, ადამიანმა ისე როგორ ვერ მოიქცა, როგორც თქვენ ყავდათ შექმნილი ეს ადამიანი, თქვენ უკვე რაღაცა ჩაიკეტეთ, ხო? თქვენ უკვე რაღაცა დაიბენით იმაში, რომ ნუ აი რატო არ დგავს ნაბიჯს, რატო ესე არ აკეთებს, რატო ესე არ აკეთებს. აქ მოდით ესე გეტყვით, რომ სამყარო ხედავს ისეთ მომენტს, რომ თქვენ ქალბატონებმა ძირითადად უნდა გააკეთოთ ნაბიჯი იმისთვის, რომ აი ის მომენტები, რომ რაშიც მოლოდინების მდგომარეობა შექმენით, ოღონდ ისე, რომ ანუ ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ თქვენ ეს გინდათ, ხო? არის ესეთი შემთხვევებიც ხოლმე, რომ მე ველოდები, რომ რაღაცა ხვალ მივდივარ, რა ვიცი, საფრანგეთში, ისე ვიძახი პირობითად და პარტნიორმა საერთოდ აზრზე არ არის, რომ თქვენ მოგწონთ საფრანგეთი და თქვენ გინდათ, ხო, ეფელის კოშკის ნახვა. აქედან გამომდინარე, თქვენ როგორც ჩანს, ამ წყვილს ახლა აქ ვინც არის ამოსული, აკლია კომუნიკაცია. რა უნდათ, როგორ უნდათ, ურთიერთობაში გაკლიათ კომუნიკაცია. მოდით ქალბატონებმა გააკეთეთ ისეთი ნაბიჯი, რითაც გახსნით ამ
კომუნიკაციის სურვილს და ამ კომუნიკაციის მდგომარეობას. და სამყარო უკვე ხედავს თქვენს მდგომარეობას ისეთ სიტუაციად, როგორიც არის ოჯახი, ხო, ისეთ მდგომარეობად, რომელიც არის მნიშვნელოვანი. აქ თქვენ ურთიერთობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობა არის ურთიერთ კომუნიკაცია, ანუ უკავშირი, მე რო რაღაცას ვფიქრობ, კი არ ვფიქრობ, არამედ ვამბობ და ვეუბნები პარტნიორს, რომ ხვალ მე მივდივარ აქ, ან მინდა წავიდე იქ, ან თქვენ გჭირდებათ ურთიერთობაში კომუნიკაცია. კარგით. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა 3 თვის განმავლობაში? ვნახავთ. სხვათა შორის თქვენი ურთიერთობა აი ესე ვიტყვი თქვენ ურთიერთობაში ბალანსის დაცვა ძალიან გიჭირდა. აი როგორი მომენტია იცით, ერთ დღეს შეიძლება რაღაცა აფორიაგდეთ, ამას ვიზავ, იმას გავაკეთებ, იმას ვეტყვი, ისე დავალაგებთ ეს. მეორე დღეს საერთოდ აბსოლუტურად რადიკალურად ვფიქრობ, ანუ მე რატო უნდა გავაკეთო, მე რატო უნდა გადავდგა ნაბიჯი, მე რატო უნდა ავუხსნა, მე რატო უნდა დაველაპარაკო, მე რატო უნდა გავაკეთო, ხო? ანუ შესაბამისად მე უკვე გიჩნდებათ ის მომენტი, რომ აი, თუ მე აღარ უნდა გავაკეთო, მაშინ აღარ უნდა გავაკეთო. რითაც თქვენს თავსაც უკარგავ ჩანსებს და მასაც უკარგავ ჩანსებს ურთიერთობის სწორი მიმართულებით დალაგების. ასე რომ თქვენ იმისთვის რომ როგორ განვითარდება ეს სამთო, მე ისე ვიტყოდი, რომ აქ იქნება დალაგება, ეიფორია, რაღაც გარკვევა, თითქოს ყველაფერი რიგზია და უცბად აბსოლუტურად ყველაფერი მთავრდება და ორი დღის მერე ისევ იგივე რაღაცა სტაგნაციაში მივდივართ, ისევ რაღაც ჩავიკეტები ჩვენ თავში და ასე შემდეგ. მე ვიტყოდი, რომ თქვენ ურთიერთობისთვის ცოტა მეტი მუშაობა გჭირდებათ, ცოტა მეტი დანახვა თქვენი ურთიერთობის პერსპექტივების. აქ ესე ვიტყვი, რომ ძალიან თუ არ გამოასწორებთ და თუ არ მისცემთ თქვენს თავს და ამ ადამიანს იმის საშუალებას, რომ თქვენი ურთიერთობა დაალაგდეს, მე ესე ვიტყვი, რომ ეტაპობრივად დროთა განმავლობაში ურთიერთობა დასრულდება. ასე რომ ნახეთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით თქვენ იმისთვის, რომ დასრულდეს თუ არ დასრულდეს. აი, აქ რაღაც ის მომენტი არის, რომ თქვენი ურთიერთობის გაგრძელება, არ გაგრძელების და დასრულება, არ დასრულების მდგომარეობა არის თქვენზე დამოკიდებული. ნახეთ, სამყარო რაღაცა შანსს მოგცემთ, უნდა გამოიყენოთ და თქვენ თუ არ გამოიყენებთ ამ შანსს და იტყვით, რომ იცი რა, მე დაველოდები, რა ვიცი, რომელ შანსს, ხო, ანუ არაფერი არ გამოვა, ხო? ანეკდოტი არის ესეთი, თუ რაღაც ესეთი გამონათქვამი არის, რომ ადამიანი ღმერთი გამოგზავნის საშუალსა და ნავი გაუგზავნა, გემი გაუგზავნა, ყველაფერი გაუგზავნა, რაც შეგვიძლია, ხა ხელით გაანძრიო, ხო? ბოლოს რაღაცა ესეთი მომენტი არის. აქ როგორი მომენტია, იცით, რომ სწორად, ანუ მე ესე ვიტყოდი, რომ ალბათ უფრო უნდა დაფიქრდეთ, რამდენად გიღეთ ეს ურთიერთობა, რამდენად ძვირფასია თქვენთვის ეს ურთიერთობა და მერე მიიღოთ გადაწყვეტილება, გააკეთეთ თუ არა ნაბიჯი თქვენს, ანუ გააკეთეთ თუ არა ნაბიჯი იმ მხრივ, რომ დაუჯდეთ თუ არა და დაელაპარაკოთ თუ არა ყველა იმ სიტუაციაზე, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი. აქ თქვენს ურთიერთობას აშკარად სჭირდება საკმაოდ დიდი ცვლილებები, საკმაოდ დიდი ნაბიჯები, რომელიც ვიტყოდი, რომ ცოტა ისე არც ისე მარტივი გასაკეთებელი იქნება, იმიტომ რომ აი ის ილუზიები, რომელიც გააქვთ, რომ რაღაცა ჰაერიდან დაალაგდება, ჰაერიდან არაფერი არ ალაგდება, თუ ორ ადამიანს შორის არის ურთიერთობა მით უმეტეს, აქ სჭირდება სიტუაციას კომუნიკაცია.
აი ეს არის დღევანდელ სიტუაციაში და ვითარებაში. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, სიყვარულს ითხოვ თქვენთაგანს. ვიმედოვნებ, რომ სწორ მიმართულებას მისცემთ თქვენს ურთიერთობას, თქვენს სიყვარულს და სწორად გადაალაგებთ და გადააფასებთ ყველაფერს, რაც ასე თუ ისე გაჩვენა დღევანდელმა გაშლამ. მოკლედ, კიდევ შეგახსენებთ, რომ მე დავბრუნდი, შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაციები, შეგვიძლია კვლავ ვითანამშრომლოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, რჩევებით და საინტერესო გაშლებით, ასე რომ ბედნიერება თითოეულ თქვენთაგანს და მშვიდობიანი ღამე. დროებით.